ლელოს ზნეობრივი უფსკრული ასე აფასებენ მართლ გუნდში პარტია ლელოს ერთ-ერთი წევრის მიერ თენგი შარმანაშვილისადმი სატელევიზიო ეთერით მიყენებულ შეურაცხყოფას. პოსტის სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა ანტიქართული და სამარცხვინო ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის გამოხმაურება. შეურაცხმყოფელი განცხადება ლელოს წევრისგან და შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების წარმომადგენელთა პასუხები დეპუტატ შარმანაშვილის მიერ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ კომენტარს უკავშირდება. სოფო ბერიძე გვერდება. ლელოს ერთ-ერთი წევრი თაზო დათუნაშვილი თენგის შარმანაშვილს შეფასებებს უწუნებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებამ გასული კვირის ბოლოს პარლამენტში იხილა, თუმცა მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დათუნაშვილი საკუთარ შეფასებას საკმაოდ უხამსი ფორმებით აფიქსირებს. ბუნებრივია ამის გამეორებას ჩვენ არ ვაპირებთ და მაყურებელი ამას სულ ცოტა ხანში მოისმენს ჩვენს ეთერში და ამას მოჰყვა მართველი პარტიის წევრების მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები. ლევან მაჭავარიანმა დაწერა, რომ თაზო დათუნაშვილის რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია ლელოს ზნეობრივ უფსკრულს, ანტიქართველური და სამარცხვინო თაზო დათუნაშვილის შეფასებასთან დაკავშირებით ეს ასევე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანმა დაწერა. თუნდაც ის მიზეზი, რა მიზეზზეც აი ეს ზეზეული გვამი შარმანაშვილი ლაპარაკობს, თურმე კაცი ყოფილა შარმანაშვილი, ესეც ეხა გავიგე. მის რო კაცი და ქართველი ყოფილა და შეურაცხყოფას ვერ ითმეს თუ თენგიზა შარმანაშვილი. პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან $1.5 მილიარდ ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა მორალური საზღვრები არ არსებობს. ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე, პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული. კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში. კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა. ბატონი თენგი შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო დამხობა, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე შემთხვევით. ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოების სააკაშვილს. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრებთ. იმედი მაქვს ძალიან მალე სააკაშვილის გამოყენებულები ესენი. პარლამენტში მომხდარ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით დღეს მედიამ და საზოგადოებამ პირველი შეფასება მოვისმინეთ სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძისგან, რომელიც სწორედ ამ ინციდენტის დროს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა და თავად შეესწრო ამ პროცესს. მდინარაძე საუბრობს პირველ რიგში იმის შესახებ, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ შეიძლება მოსაწონი იყოს მსგავსი ტიპის საქციელი, ასეთი ჩხუბი, თუმცა მას უწევს დღეს კიდევ ერთხელ საზოგადოებას შეახსენოს სწორედ იმ სპეკულაციების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს გასული კვირის ბოლოდან ამ ფაქტის ირგვლივ ჩვენს ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ ასეთი ფაქტები არის დამკვიდრებული უკვე მსოფლიოს არაერთ პარლამენტში, როდესაც არ ხდება ასეთი ინციდენტების დროს რაიმე ტიპის გამოძიების დაწყება ან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენება. დღეს მამუკა მდინარაძემ სრულად აღწერა ის სურათი, რომელიც დაინახა მან სხდომათა დარბაზში და პრინციპში საზოგადოებამაც კარგად ნახა, ვინ წამოიწყო ეს მძიმე დაპირისპირება დეპუტატებს შორის. ახლა მდინარაძეს უკვირს, როგორ შეიძლება რომ გიორგი გახარიას პარტიამ სარჩელი შეიტანოს პროკურატურაში და ისაუბროს იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა დეპუტატის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს შეურაცხყოფას ძალადობას და მას აინტერესებს გიგა ფარულავასგან თქვას პირდაპირ მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება არის თუ არა გინება. პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი თუ გაგიგიათ ერთი შემთხვევა. დაინერგა, ასე ვთქვათ, სოფლიოში პრაქტიკა, რომ პარლამენტში მოხდა ჩხუბებზე არასდროს გამოძიება არ იწყება ხოლმე გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი. ამაზრზენია ვიღაცების ამ ქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი, ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ, ხო? შარაშიძე
გავიდა და იღებს დავალებას და პროვოკაცია უნდა მოეხდინა, წამოეკიდებინა ვინმე. შემოვიდა, დაიწყო ისაუბარი შეურაცხყოფელი პრემიერის მიმართ, რაც დაიწყო. ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პირველი მან მოიქნია დასარტყმელათხელი, პირველი მან შეიგინა, მიიღო პასუხი სამწუხარო, განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს. ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან, სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია. რადგან ეს პრაქტიკა იყო, ვეთანხმებოდი ამ პრაქტიკას თუ არ ვეთანხმებოდი, არც კი მიფიქრია საჩივრების წერა. ჯერ ირაკლი ხელაძე ესაუბრება ხელებით, შემდეგ გიგა ფარულავა იჭერს მის ხელს, შემდეგ მეორე ხელზე გადადიან და იწყება დაპირისპირება. როგორ იწყება დაპირისპირება? დარტყმით ბატონო მამუკა. ვის მხრიდან? ძიძგილაობით. ვის მხრიდან ხელის მოქნევით? ირაკლი ხელაძე ესაუბრება ხელებით, რა ხელსაც იჭერს გიგა ფარულავა. შემდეგ გადადიან მეორე ხელზე. არა? ვინ მოუქნია დასარტყმელად პირველი ხელი? და პირველი ხელი მე რა ვიცი რომელი იყო მოქნება ბატონო გასაგებია ყველაფერი. ხელის მოქნება რომელი იყო? არიცით რა არის და საზოგადოება საყენებს საქმის კურსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. იცით რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტია პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს, მათ განცხადებაში წერია, რომ ადგილი ჰქონდა მათი დეპუტატის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს ძალადობას და შესაბამისად ხელისუფლებას აქვს ახლა ერთი მთავარი კითხვა და პრაქტიკულად მოთხოვნა გიგა ფარულავასგან თქვას არის თუ არა მისი მთავარი სამსახურეობრივი მოვალეობა გინება, რომლის დავალებაც მათივე ვერსიით სწორედ გიორგი გახარიასგან მოდის. გმადლობა სოფო ბერიძე იყო.